მოგესალმებით თბილისის დროით ზუსტად 7 საათია მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ და ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. რატომ იქცა რუსეთი ოკუპანტად არა აგვისტოს ომის, არამედ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ ოპოზიციის მხილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა არგუმენტების ძიებაშია. სააკაშვილის პარტია უკვე მეორე დღეა ვერ პასუხობს კითხვას, რამ გამოიწვია 2008-დან 2022 წლამდე რუსეთთან მიმართებაში მათი რიტორიკის რადიკალური ცვლილება. ნაცმოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრები ხელისუფლებაში ყოფნისას მათ მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გადადგმული ნაბიჯების გამართლებას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით ცდილობენ. ოპოზიციის თავის მართლება საბოლოოდ იმ აღიარებამდე მიდის, რომ მათი პოლიტიკა მაშინაც და ახლაც უცხო ქვეყნების დღის წესრიგით არის განპირობებული. ანა შანიძე თემის დეტალებით. პრემიერ-მინისტრის წერილმა წერილის ფიგურანტებში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. რატომ იქცა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მოკავშირეებისთვის რუსეთი ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. მეორე დღეა ნაცმოძრაობას საერთო გზავნილზე ვერ შეთანხმდა. პარტიის წევრთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იქამდე მივიდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული რუსული ინტერესები შესაბამისი ნაბიჯები ევროინტეგრაციის საფუძვლით გაამართლეს. როდესაც ქვეყანამ მიდის ევროპისკენ და ევროპული ინტეგრაცია ყველაზე ხელშესახები სწორედ ამ პერიოდში იყო, ბუნებრივია ამ ასეთ პირობებში, ასეთი მთავრობის პირობებში რუსეთთან ნორმალიზება ურთიერთობის ეკონომიკური იქნება, კულტურული და ამ შემდეგ სავსებით მიზანშეწონილობა. რუსეთთან ურთიერთობის მიზანშეწონილობაზე მოსაუბრე ლევან ბეჟაშვილი ერთადერთი არ აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც წინა ხელისუფლების ომის შემდეგი ლოიალური დამოკიდებულება რუსეთთან ევროპული მისწრაფებით ახსნა და ევროპულ ძალებს დაუკავშირა. ჩვენ მაშინ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, გამხდარიყო ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი. ევროპაში ძალიან ხვდებიან, რომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს. საქართველო და საქართველოს წარმომადგენლები იცავდნენ ჩვენი ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ამ რეზოლუციაში. მაშინ ევროპაზე იყო დამოკიდებული, რა რეზოლუციას მისცემდით? რას დააბრალებთ? რეზოლუციას ვინ იღებს? წევრები, ხო? წევრები ვინები იყვნენ? მათ შორის ევროპელები, ხო? ჩვენ რაც შევძელით, ის გავიტანეთ და უფრო მეტი საჭირო იყო? რა თქმა უნდა, მხარდაჭერა საჭირო იყო. რაც შეეხება რეზოლუციას, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ მაშინ იყო ევროპაში განწყობა, რომ შეიძლებოდა თურმე პუტინთან ენერგეტიკულ საკითხებზე თანამშრომლობა. ყველა ტურისტი, რომელიც მშვიდობიანად ჩამოვა საქართველოში, რომელიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის აფხაზეთის და ოსეთის ჩათვლით, ჩვენი კარი მათთვის ღია. სწორედ ამას ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული გზავნილები. არც ლაშა ფარულავა აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც საზღვარზე ტურისტების მომბლონდინეს სააკაშვილის მიზნები გაამართლა. ის, რომ რუსეთის მიმართ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო. ამას ადასტურებს გიგი წერეთელიც. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაცა განსხვავების დანახება, რომ აი ამაზე იყო ალბათ გათვლა ესეც, რომ ხალხს არაფერს არ ვერჩით კი ბატონო, მშვიდობიანი ტურისტი თუ ჩამოვა ბიზნესში მშვიდობიანად თუ ვიღაცა ომისთვის არ იყენებს და რაღაცისთვის აქ პრობლემა არ არის. დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ იგივე ადამიანები რუსეთის უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას და სავიზო რეჟიმის დაწესებასაც კი ითხოვდნენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსოფობიის დავალება ოპოზიციამ სწორედ 2022 წელს მიიღო. ქართული ოცნების წევრების თქმით, გარე ძალების დაკვეთა იყო ასევე 2008-12 წლების დროინდელი მათი დადებითი განწყობები რუსეთთან. მაშინ, როდესაც ჩვენი დების, ძმების, მშობლების სისხლი იღვრებოდა, ხედავდით 100%-ით რუსულ ქმედებას აღსრულების ნაწილში და მხოლოდ 100%-ით ანტირუსულ რიტორიკას. ახლა რას ვხედავთ? ისევ და ისევ, როგორც კი მოუვიდათ მათ დავალება და არაერთხელ გვითხოვს, რომ ისინი დავალების გარეშე ვერცერთ ნაბიჯს ვერ დგავენ, ვერცერთი მიმართულებით, თუ თურმე, ესე იგი უკრაინაში თუ მიმდინარეობს ომი, ჩვენ როგორ ვართ აქ?
როგორ ვართ მშვიდობით და თურმე როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი. როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა რუსების და რუსეთის გაშავება, მან უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ და ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკვე ამ შემთხვევაში უკრაინაზე. შესაბამისად, ეს აგენტურული ოპოზიცია თავის მდიდარ NGO-ებთან ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამოკიდებული არის გარე ძალების მითითებებზე, კარნახზე, მესიჯბოქსზე და როგორც ეუბნებიან და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ. მოქმედი ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების პარადოქსული პოლიტიკის შესახებ პრემიერ-მინისტრის წერილი გუშინ გავრცელდა. წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის მასშტაბური ტრაგედია ნაციონალური მოძრაობისა და მათი მოკავშირეებისთვის საკმარისი საფუძველი არ აღმოჩნდა რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობები გასჩენოდათ. უფრო მეტიც, რუსეთთან სხვადასხვა სახის კავშირები გააღრმავეს და რუსული ინვესტიციების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მათი რიტორიკა საკუთარი ქვეყნის ოკუპანტის მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გამკაცრდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტები ახალ მედიკამენტებს სექტემბერში მიიღებენ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატებს შეიძენს. GV-Nostatis შესაძენად კომპანია Italfarmacosთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. გარდა იმისა, დაინერგება იშვიათი დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაც. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, აქტიური მუშაობა გრძელდება მეორე მედიკამენტის შესაძენადაც. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი მალე წარმატებით დასრულდება. გადაწყვეტილებას მიესალმებიან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და რომელიც ამ მედიკამენტს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს. მოქალაქეებზე ზრუნვა ეს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა. სწორედ ამიტომ მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატს შეიძენს. უკვე გაფორმდა ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან მედიკამენტ GV-Nostatis შეძენის თაობაზე. მედიკამენტი იშვიათი დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ოფიციალურად შევა. პარალელურად მოლაპარაკებები გრძელდება საქართველოში კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანის თაობაზე. ამ მედიკამენტს არ ყიდულობს მაღალი ფასის გამო. მრავალი ისეთი ქვეყანაც კი, რომლის ეკონომიკა ერთ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკას 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება. ეს არის ხვანდელი მოცემულობა. თუმცა საქართველო არის მათ შორის ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეებზე ზრუნვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ასე ვიტყოდი, საკმაოდ თამამად და სწორედ ამის გამოხატულება ის პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულად ამ მედიკამენტის შეძენასთან და სწორედ ამ ზრუნვის გამოხატულება ამ პროცესების წარმატებით დაგვირგვინება. ეს მედიკამენტი განკუთვნილია პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებისათვის ახალი მედიკამენტი უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მშობელთა ორგანიზაციასთან ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისათვის მნიშვნელოვან და ხელშესახებ შედეგს მოიტანს. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს და ყველაფერი ამის ხედველობაში მიღებით საბედნიეროდ გახდა შესაძლებელი, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ეს უკავშირდებოდა მათ შორის წამლის უსაფრთხოებასთან, წამლის გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტებს და ყველა ამ საკითხის შეჯერების და ასე ვთქვათ, საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ საბედნიეროდ ეს სამალი აგერ უკვე ძალიან ახლო მომავალში გახდება უშუალოდ ხელმისაწვდომი ქართული პაციენტებისთვის. ამ პრეპარატს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა პრეპარატებთან შედარებით, კერძოდ ამცირებს ანთებით პროცესს კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს ფიბროზს, ასევე ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის უკეთ შენარჩუნებას. ეს პრეპარატი ინიშნება 6 წლის ასაკიდან და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებელია მის დანიშვნა სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში. გადაწყვეტილებას მიესალმებიან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. მათი შეფასებით, იშვიათი დაავადების სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. დაავადებათა მართვის ეროვნულ პროგრამაში იქნება დანერგილი აღნიშნული მედიკამენტი
უპრეცედენტოა თავისი ხარისხით აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგანაც აღნიშნული გადაწყვეტილება წინ უსწრებს ევროპის რამოდენიმე ქვეყანას და უთანაბრდება დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებულ შტატებს. უმოკლეს დროში უამრავი შეხვედრის, მათ შორის ჩვენი შეხვედრის ჯანდაცვის მინისტრთან შედეგად მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ჯივინოსტატი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი მედიკამენტია. საქართველოს პროგრამის გაფართოებას აგრძელებს, რათა პაციენტებს თანამედროვე და ეფექტიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეთ. ახალი სასკოლო ფორმების პირველი პარტია მალე საქართველოში იქნება. უკვე განისაზღვრა სკოლის მოსწავლეთა ის 6 კატეგორია, რომლებიც ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სასკოლო ტანსაცმელი უფასოდ გადაეცემათ სოციალურად დაუცველ მინდობითი აღზრდის პროგრამის ბენეფიციარ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისა და თბილისის ბავშვთა სახლის ახსაზრდელებს, ასევე უკრაინიდან დევნილ ბავშვებს. უკვე განისაზღვრა თუ რა ტიპის სამოსისგან შედგება სასკოლო ფორმები. სოციალურად დაუცველი ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვნები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მოსწავლეები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და თბილისის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და ის უკრაინელი მოსწავლეები, ვინც თავიანთ ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების გამო ახლა საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლობენ. ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით დაწყებითი კლასის ათასობით მოსწავლე სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით პატარების 6 კატეგორია განისაზღვრა. კატეგორიაში მოხვდნენ ის ბავშვები, რომლებიც შესაბამის ზრუნვას საჭიროებენ, ეს არის ბავშვთა სახლები, ეს არის ოჯახებში განაწილებული ბავშვები. ყველა იმ ოჯახის პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ქულათა სისტემით შეფასებული არის 65,001 ქულაზე ნაკლები ქულით. და მესამე კატეგორია, რამდენიმე ქალაქში შექმნა უკრაინული სექტორები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ისინი საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და მათთვისაც გათვალისწინებული იქნა ბიჭების შემთხვევაში 1 პიჯაკი და 2 შარვალი, ხოლო გოგონების შემთხვევაში 1 პიჯაკი, 1 ქვედა ბოლო და 1 შარვალი უსასყიდლოდ. ნანა სურმავა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია და დღეს მისი სოციალური სარეიტინგო ქულა 65,001-ზე ნაკლებია. მისი უმცროსი შვილი, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში პირველად უნდა წავიდეს, ერთ-ერთი იქნება, ვინც სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებს. დაახლოებით 500 ლარამდე მიჭდება, აი ყველაზე მცირე ერთი ბავშვის მომზადება. ყველაზე მცირე ეს, რასაც ქვია, აი გათვლილად რო ვყიდულობ რაღაც ნივთებს და რა თქმა უნდა, ეხლა ფორმა თუ უფასოდ მექნება ერთჯერადაც რაღაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება ჩემთვის, ძალიან დიდი. და ფორმა იქნება და რავი, არ მექნება საფიქრალი ის, რომ დღეს რა ჩავაცვა, ხვალ რა ჩავაცვა. მარიანა ტომახი უკრაინიდან საქართველოში სამ შვილთან ერთად 2024 წელს ჩამოვიდა. მისი თქმით, ბავშვების ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და ფორმების უსასყიდლოდ მიღება ოჯახისთვის დიდი შეღავათი იქნება. მე სამი შვილი მყავს და მათი სკოლისთვის მომზადება დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო სურპრიზი იყო, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენთვის ფორმებს უსასყიდლოდ გამოყოფს. ეს ძალიან დაგვეხმარება და ჩვენს აკყოფნას საგრძნობლად გაამარტივებს. საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში ფორმების შემოტანა განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში გადაწყდა. მათი ტარება სხვადასხვა კლასებში სავალდებულო ეტაპობრივად გახდება. უკვე გზაშია პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი 300,000-ზე მეტი ფორმა, რომლებიც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა. კიდევ ერთი სიახლე განათლების რეფორმის ფარგლებში ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადადის. შესაბამისად, პირველ კურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლიან, რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად აგრარულ მიმართულებებზე ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან, სწავლას იქვე დაასრულებენ. განათლების რეფორმის ფარგლებში სიახლეებია რეგიონული უნივერსიტეტებშიც, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები დაემატათ. დეტალები ნინი სალუქვაძის სიუჟეტში.
სასწავლო პროგრამების ოფიციალური აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრარული მიმართულების როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს სრულად გადაიბარებს. შესაბამისად, პირველ კურსელებს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს. განათლების მინისტრის განცხადებით, ცვლილება არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს. ისინი სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაასრულებენ. მიმდინარე ცვლილებების შესახებ ისაუბრა მთავრობის მეთაურმაც ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა განათლების მინისტრს გაწეული მუშაობისთვის. სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საქართველო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია. შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა რომ მუდმივად დაიხვეწოს შესაბამისი პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტში და ასევე ზუგდიდის და ახალციხის უნივერსიტეტებს ამ რეფორმის ფარგლებში დაემატა ტურიზმის პროგრამები. ესეც არის ბუნებრივია რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი. პირველ კურსელთა მიღება უკვე მოხდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც დღეს სწავლობენ და მოქმედი არიან და მეორე კურსიდან და ზედა კურსებზე, ისინი რა თქმა უნდა მილევად რეჟიმში დაამთავრებენ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მიმართულებას. აკრედიტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 8 ახალ აგრარულ პროგრამაზე მოიპოვა. საბაკალავრო პროგრამები მოიცავს აგრარულ ტექნოლოგიებს, აგრონომიას და მეცხოველეობას. სამაგისტრო პროგრამები კი 5 ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ესენია აგრარული ტექნოლოგიები, მეცხოველეობა, სამკურნალო მცენარეები და მათი წარმოება, აგრობიზნესის მენეჯმენტი და სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია 25 ახალ პროგრამაზე, რომელიც უშუალოდ აგრარული სექტორის ვეტერინარი სურსათის მიმართულებით მოამზადებს პროფესიონალებს არა მხოლოდ საბაკალავრო, არამედ სამაგისტრო დონეზეც. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ აქ გათვალისწინებულია რამდენიმე ინგლისურენოვანი პროგრამა, რამდენიმე სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთად ერთობლივი დიპლომით. ასეთები არის საფრანგეთთან, უნგრეთთან, იტალიასთან. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სიახლეებია რეგიონულ სასწავლებლებშიც. ზუგდიდისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ტურიზმის მიმართულებით აკრედიტაცია მიიღეს. რეგიონებში პრიორიტეტად ვიწრო პროფესიული მიმართულებები, პედაგოგიური ტურიზმი და აგრარული პროგრამები განისაზღვრა, რის გამოც ამ სასწავლებლებს მისაღები კვოტებიც გაეზარდათ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია, რის შედეგადაც უკვე პირველ კურსელები ამავე სექტემბერში გვეყოლებიან. ჩვენს პირველ კურსელებს უნივერსიტეტში დახვდებათ წარმატებული აკადემიური გუნდი, სტუდენტებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა მიმართულია ქვეყნის და მეტწილად ჩვენ შემთხვევაში რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან. სამეგრელო ზემოსვანეთში განვითარების კუთხით გამოკვეთილია რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, მათ შორის განათლების, აგრარული, ტურიზმი. პროგრამა მეტწილად გაამახვილებს ყურადღებას და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მოდულებს, როგორც არის კულტურული მემკვიდრეობა, გასტრონომიული ტურიზმი, აგრო და ეკოტურიზმი. განათლების კომპლექსურ რეფორმას მთავრობა წარმატებით ახორციელებს. მისი მთავარი მიზანია საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცია, რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება და სწავლების ხარისხის მაქსიმალური მიახლოება შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან. ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობითი საბჭო და საბჭოს დროებითი თავმჯდომარე არჩეულია. პარტიას 6 თვის განმავლობაში ირაკლი ფავლენიშვილი უხელმძღვანელებს. ნაციონალური მოძრაობის რიგით წევრად რჩება უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გასულ კვირას ჩატარებული პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დააყენა, თუმცა ამავე პოლიტსაბჭოს მიერ ჩანიშნულ ყრილობაზე დასწრება მაინც გადაწყვიტა. პარტიულ შეკრებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანინა დარეიშვილი და მარიზი კობახიძე. ყრილობაზე შეკრებილება მოისმინეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ხმოვანი შეტყობინება მეტი ეფექტისთვის წაიკითხეს ლიდერის წერილობითი მიმართვაც. ბრსლად ნანუკა წითელაშვილის სიუჟეტში. ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველი ორგანოს შემადგენლობა ცნობილია. თავმჯდომარის პოსტს ირაკლი ფავლენიშვილი დაიკავებს, ხოლო საბჭოს დანარჩენი წევრები ასე დაკომპლექტდა. პეტრე ცისკარიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე. ახლა ამ 8 კაცისგან შემდგარი დროებითი მმართველი ორგანო მომდევნო 6 თვის განმავლობაში საკუთარ თავზე ნაციონალური მოძრაობის მართვას აიღებს. ჩვენ ვიცით, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები
ჩატარდება უახლოეს მომავალში, უახლოესი 6 თვის დაახლოებით პერიოდის, გარდამავალი პერიოდის შემდგომ, მანამდე მევიქნები ამ დროებითი ფუნქციის მატარებელი. მართველი საბჭოს კომპეტენციაში შესული არის ყველა ის უფლებამოსილებები, რაც წინა წესდებით ეხებოდა პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს, ეს კომპეტენციები გაერთიანდა და ამ კომპეტენციებს ერთიანად აღასრულებს ეს მართველი საბჭოს კოლეგიალური ორგანო. დროებით მმართველ საბჭოში მონაწილეობაზე უარი განაცხადა თინა ბოკუჩავამ და ნაციონალური მოძრაობის რიგით წევრად დარჩა. ყოფილი თავმჯდომარე პარტიის ყრილობას ბოლო წუთებს მდგომარეობას, რაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას გააჩნია, ეს არის აგენტურის და აგენტურული ოპოზიციის ბედიღბალი. ყრილობას არ ესწრებოდა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამჟამად ანაკლიაში იმყოფება, როგორც ცნობილია ჟორჟოლიანი სააკაშვილთან ერთად რეფორმების ბორცვ ხელმძღვანელებს, სამომავლოდ კი პარტიის თავმჯდომარეობასაც განიხილავს. წავდება თუ არა ურთიერთობები პეკინსა და ვაშინგტონს შორის და გადაიზრდება თუ არა ფარული დაპირისპირება ცივ ომში. შეერთებული შტატების მიერ ჩინეთის უნივერსიტეტების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მწვავე რეაქცია მოჰყვა პეკინის მხრიდან. შტატებმა წამყვანი ჩინური კვლევითი დაწესებულებები და უნივერსიტეტები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რასაც ოფიციალურმა პეკინმა ჩინეთის განვითარებისთვის ხელის შეშლა უწოდა. ჩინეთი ეროვნული ინტერესებისა და კანონიერი უფლებების დასაცავად აუცილებელი ზომების მიღებას აანონსებს. ფუდანის უნივერსიტეტი, შანხაის ძიაოტუნგის უნივერსიტეტი, ჩუნცინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სიჩუანის უნივერსიტეტი, ჩინეთის ელექტრონული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, პეკინის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის უნივერსიტეტი, ჩინეთის საინჟინრო ფიზიკის აკადემია და სხვა. ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულია ჩინეთის 20-მდე უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ან სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ვაჭრობის დეპარტამენტმა სიები გამოაქვეყნა, სადაც დაწესებულებებზე განსხვავებული შეზღუდვები და აკრძალვები ვრცელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სხვადასხვა აკრძალული პარტიების სიებში ათავსებს სხვადასხვა სუბიექტს, მათ შორის უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებს, კომპანიებს, არაკომერციულ ორგანიზაციებსა და შვილობილ კომპანიებს. თითოეული მხარე ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული, რადგან თითოეული ტრანზაქცია ექვემდებარება სხვადასხვა შეზღუდვას და თითოეული სუბიექტი ექვემდებარება აკრძალვებს, რომლებიც მუდმივად იცვლება საგარეო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების ან სხვა საზრუნავის გამო. ჩინეთის წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების სია თავდაპირველად შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ამ დაწესებულებებს ჩინეთის სამხედრო სტრუქტურებთან კავშირები აქვთ და შესაძლოა ამერიკის მიერ დაფინანსებული კვლევების შედეგები არასათანადოდ გამოიყენონ. დადასტურებულია, რომ ეს დაწესებულებები მონაწილეობენ საქმიანობაში, რომელიც ზრდის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევისა და განვითარების ძალისხმევის მითვისების ალბათობას. ასეთი მითვისება ხელს უწყობს მთავრობის მხრიდან შეწინააღმდეგებით ჩარევას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და სამეცნიერო მთლიანობას. წვავე იყო პეკინის რეაქცია, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და უფლებების დასაცავად კონკრეტული ზომების მიღებას აანონსებს. ჩინეთში თვლიან, რომ ამერიკამ ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებს ფაქტობრივად ომი გამოუცხადა. ვაჭრობის სამინისტროში ამბობენ, რომ შტატები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას იარაღად და სხვა ქვეყნების დისკრედიტაციისთვის იყენებს. ვაშინგტონის ნაბიჯები კი ძირს უთხრის ორი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობას. ჩინეთმა შტატებს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ ზომებს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად და ნორმალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური გაცვლისა და თანამშრომლობისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად. განაცხადა ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა. პრესპიკერმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს შეწყვიტოს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების საყენება, რაც შეიძლება მალე გამოასწოროს არასწორი პრაქტიკა და უზრუნველყოს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მოპყრობა. ჩინურ მედიაში ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება ცივი ომის მენტალიტეტის შედეგად შეფასდა. პეკინში თვლიან, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სავაჭრო ომი წამოიწყო. ბოლო პერიოდში კი ეკონომიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. მედიაში ამ ქმედებებს ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა დაფასებენ. ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, კოსმოსური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია და ტელეკომუნიკაციები. თანამშრომლობა რეალურად თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აძლევს სარგებელს. საბოლოოდ მთავარი გზავნილი ასეთია, ეს სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი მცდელობაა ჩინეთის განვითარებას ხელი შეუშალოს, თუმცა სინამდვილეში ამით პირველ რიგში საკუთარ ინტერესებს აზიანებს. შტატების მხრიდან ჩინურ სანქცირებულ დაწესებულებებთან საქონლის ექსპორტის, რეექსპორტის ან სხვა სახის ტრანზაქციის განხორციელებისთვის სპეციალური საექსპორტო ლიცენზია ან მთავრობის სხვა სახის ნებართვა იქნება საჭირო. გარდა ამის აღნიშნულ სიას შტატების მთავრობა პერიოდულად ანახლებს. კანადაში უცხოური გავლენის შესახებ კანონი ამოქმედდა, ამ გზით ოფიციალური ოტავა ქვეყანას გარე ჩარევებისგან იცავს. რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველაფრისთვის, რომელიც უცხო სახელმწიფოს სახელით პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმები 1 მილიონ კანადურ დოლარამდე მერყეობს. კანონის მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სუვერენიტეტის დაცვა. სწორედ ამ მიზნით მიღებული კანონი საქართველოში ცალკეული ჯგუფებისთვის მწვავე კრიტიკის საბაბად იქცა. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ყოველდღიურად უფრო მკაფიოდ იკვეთება მსგავსი კანონების საჭიროება სხვადასხვა სახელმწიფოსთვის. ვიღეთ ყველა ის კანონი ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც ემსახურებოდა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და აღმოჩნდა შემდეგ ქვეყნების მიხედვით, რიგი ქვეყნების მიხედვით, თურმე ყველა სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საკანონმდებლო ბაზას ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. თურმე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რომელი ერთი ჩამოთვალო, ბევრ ქვეყანას არ ჩამოთვალა, სადაც უკვე ისტორიულად არსებობდა მსგავსი კანონმდებლობა საკანონმდებლო სივრცეში, თურმე ეს მათი უსაფრთხოებისთვის საჭიროა. თურმე კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი თურმე ქვეყნის ღალატია ამ აგენტურისგან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები კარნახობს ყველა ქვეყანას, რომ წინააღმდეგეს ნებისმიერი თანხის შემოსვლას პოლიტიკაში იქნება თუ სხვა მიმართულებით თუ კი არ იქნება სახელმწიფოსთან შეთანხმებული. ზუსტად ეს გავაკეთეთ ჩვენ, გაცილებით უფრო ნაკლები, რბილი სადამსჯელო ნაწილით, ვიდრე არის
ბევრ ქვეყანაში. ემსახურებოდა ამ კანონის მიღება მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ ჩვენ დაგვეცვა უცხოური ჩარევებისგან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ზუსტად ანალოგიურზე საუბრობს დღეს კანადა, რომელმაც ჩვენს მერე მიიღო ეს კანონი, ჩვენს მერე მიიღო საფრანგეთმაც ეს კანონი, რუმინეთში მუშაობენ ამ კანონის მისაღებად, დიდმა ბრიტანეთმა ორჯერ გაამკაცრა ზედიზედ რამდენიმე თვის ინტერვალში ეს კანონი და ყველა საუბრობს, რომ ასეთი ტიპის კანონი არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სუვერენიტეტისთვის. ზუსტად ანალოგიურ საუბრობდით ჩვენ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვიღებდით ამ კანონს, გარდა იმისა, რომ რუსული იარაღი მიაწეპეს ამ აგენტებმა, ისინი ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ქართული ოცნება აკრძალავს მედია საშუალებებსო, ოპოზიციურ მედია საშუალებებსო, წლები გავიდა, არავინ არ აკრძალულა. აკრძალავსო NGO სექტორსო, წლები გავიდა, არავინ არ აკრძალულა. და თურმე როგორ შეიძლებოდა ქართულ ოცნებას ეჭვქვეშ დაეყენებინა USAID-დან შემოსული თანხები. სიძულვილის ენის განმყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. საჯარო სივრცეში ილიანჯიასთვის სიტყვარის შეურაცხყოფის მიყენების გამო ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე მურთას რიგვავა სამართალ დამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სოციალურ ქსელში გრიგოლ გეგელიას სიტყვარის შეურაცხყოფის გამო კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი გობაძე 1000 ლარით დააჯარიმა. რო ჩამეთვალა რომ ეს კომენტარი არ ჯდებოდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში არ გავაკეთებდი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა ირაკლი გობაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელმაც სიტყვის შეურაცხყოფა მიაყენა გრიგოლ გეგელიას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს დადგენილებით იგი ცნობილი იქნა სამართალდარღვევად და განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მთავრობა მიმდინარე წელს გუდაურში მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს. სასრიალო ტრასები ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღიჭურვება. ჯამურის სიგრძე კი 7500 მეტრს შეადგენს. ასევე სნოუ-პარკის არეალში დაგეგმილია 2 ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი. მოეწყობა ახალი სასრიალო ტრასებიც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ახალი გუდაურას ტრასა ღამის განათებით აღიჭურვება. კურორტებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეკემბერში დასრულდება. აქტიურად ვემზადებით მომდევნო ზამთრის სეზონისთვის და ამ სეზონისთვის გუდაურში გეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათვლიანების სისტემით აღჭურვა. ჯამურის სიგრძე შესაბამის ტრასები შეადგენს 7500 მეტრს. ასევე სნოუ-პარკის არეალში დაგეგმილია 2 ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი, საერთო სიგრძე არის 1400 მეტრი. ასევე დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრის სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კერძოდ კი იგეგმება 2 ტრასის, ჯამურის სიგრძის 7500 მეტრის გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. ასევე იგეგმება სნოუ-პარკის არეალში 2 ახალი საბაგიროსი, ბიგელის ტიპის საბაგიროს, ჯამური სიგრძით 1400 მეტრი და ასევე 200 მეტრიანი მოძრავი ხალიჩის, გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ასევე იგეგმება ძველი საბაგიროების, ხადასი და სნოუ-პარკის დემონტაჟი. საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მექსიკის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. მიხაილ ყაველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ეფექტიანი განხორციელება უსურვა. სამცხე ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ალგელაშვილის გარდაცვალების გამო პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი კობახიძე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრეს და თანადგომას უცხადებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააგავა. გამოძების ინფორმაციით საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს საფეხბურთო კლუბ გარდაბნის მწვრთნელმა საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწვევის აღებაში დახმარების მიზნით ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან 3000 ამერიკული დოლარი აიღეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაულის ამსახველი ფარული ვიდეო მასალა გაავრცელა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
The club Gadabani is training in Gustavo. Gadabani. The name of Gadabani FC. Oh, okay. We need to get this as a contract for him to get his ID card. Their business you bring to club. So the contract is, like you said, 6 months. No, I told you already. If you want to pay for to make it 1 year, it's your business. I told you the other time. I don't know. You talk about 3,000, 3,500. If you want. დედაქალაქში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია რესტავრაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად თბილისის განვითარების ფონდი მთაწმინდის რაიონში რევას თაბუკაშვილის ქუჩის ნომერ 51-ში მდებარე მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია რესტავრაციას იწყებს. მაქსიმალური სიზუსტით აღდგება შენობის ისტორიული შუშაბანდები, ხის კარფანჯრები და სხვა ავთენტური არქიტექტურული ელემენტები. ფასადების ფერები და საჭირო მასალები სპეციალური ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე შეირჩევა, რათა შენობამ ისტორიული იერსახე სრულად დაიბრუნოს. შენობაში მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით გაყვანილია და ბინის ქირით არის უზრუნველყოფილი. სამუშაოები 2029 წელს დასრულდება. დედაქალაქის კიდევ ერთი არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს. ამჯერად სრულ რეაბილიტაცია რესტავრაციას მთაწმინდის რაიონში რევას თაბუკაშვილის ქუჩის 51 ნომერში მდებარე მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ისტორიული საცხოვრებელი სახლი დაექვემდებარება. სარესტავრაციო სამუშაოები მოიცავს კონსტრუქციულ გამაგრებას, საძირკვლის განმტკიცებას, მზიდი კედლების აღდგენას, ახალი ხის კონსტრუქციებისა და სახურავის მოწყობას. პარალელურად მაქსიმალური სიზუსტით აღდგება ისტორიული შუშაბანდები, ხის კარფანჯრები და სხვა ავთენტური არქიტექტურული ელემენტები. მუშაობის დაწყებამდე შენობაში მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით გაყვანილია და პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ქირით არის უზრუნველყოფილი. ეხლა არის ძალიან ავარიული და ძალიან მადლობელები ვართ, რომ მიხედეს კომპენსაციაც მოხდეს. მალე შევალთ ისევ ჩვენ სახლებში. რთულ რელიეფზე განთავსებული ნაგებობა გამორჩეულია თავისი უნიკალური არქიტექტურითა და ავთენტური ელემენტებით, რომელთა შენარჩუნება და აღდგენა პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წლების განმავლობაში ხანძრისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებამ შენობამ მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. სახლში გაჩნდა ხანძარი და სერიოზული დაზიანება, სერიოზული პრობლემა შეექმნა აღნიშნულ ძეგლს. ჩვენ რა თქმა უნდა გავაკეთეთ დაპირება ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ რომ მოხდებოდა აღნიშნული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამშენებლო სარესტავრაციო სამუშაოებს კომპანია დუბექსი შეასრულებს. პროექტის ღირებულება 6.300.000 ლარამდეა. პროექტის დასრულება 2029 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი. დატვირთული არის იმ კულტურული მემკვიდრეობის იერსახით, რომელიც უნდა ქონდეს შენობა ნაგებობას. მტკვრის მხარეს არის აღენიშნება ისროელი შუშაბანდები, ასევე შემორჩენილი არის თაბუკაშვილის მხარეს ეზოშის ავთენტური ელემენტები და ამის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ისტორიული შენობების რეაბილიტაცია რესტავრაციის ფარგლებში პირვანდელ სახეს დაიბრუნებს კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. საცხოვრებელი კორპუსი მთაწმინდაზე პეტრიაშვილის ქუჩის ნომერ 14-ში მდებარეობს. პროექტის ფარგლებში შენობაში მცხოვრები 19 ოჯახი სამუშაოების დასრულებამდე ბინის ქირით იქნება უზრუნველყოფილი. კულტურული, ისტორიული და სათავგადასავლო მიმართულებები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტული ონლაინ გამოცემა სარეკლამო საინფორმაციო სტატიების სერიას აქვეყნებს. ტელეგრაფი მკითხველს ქვეყნის მონახულებას ურჩევს და კონკრეტული მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. სტატიები დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულებების პოზიციონირებაა. დეტალები სიუჟეტში. შთამბეჭდავი ლანდშაფტების მრავალფეროვნება, შავი ზღვის სანაპიროს სასიამოვნო გარემო, ხშირი ტყეები, ხეობები, კავკასიონის მწვერვალები. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო საინფორმაციო სტატიების სერია დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში გამოქვეყნდა. მარკეტინგული კამპანია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და British Airways-თან თანამშრომლობით ხორციელდება. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულება არის მიჩნეული. რეპუტაბულურმა მედია საშუალებამ ტელეგრაფმა არაერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მოგზაურობის შესახებ ამ კითხვას უყვებიან, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის, გასტრონომიის, ღვინის თუ სხვადასხვა მიმართულების შესახებ. დიდი ბრიტანეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი და აქტიური მუშაობის შედეგად ნამდვილად სახეზეა შედეგი, რომ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში მოგზაურობის ოდენობა კვარტლიდან კვარტლამდე იზრდება.
როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი? სტატია ბრიტანელ მოგზაურებს თბილისში მოკლევადიანი ტურების დაგეგმვის რეკომენდაციებს თავაზობს. ქალაქი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. გამოცემაში ნათქვამია, რომ ძველი უბნები, ისტორიული ტაძრები, თანამედროვე არქიტექტურა და მრავალფეროვანი კულტურა თბილისს ევროპელი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მიმართულებად აქცევს. სტატიაში ყურადღება ქართულ გასტრონომიაზე, ქვევრის ღვინის 800-წლიან კულტურაზე, ტრადიციულ კერძებსა და სუფრის ფენომენზეცაა გამახვილებული. ინიციატივები, რომელიც გამოცემლობის ფარგლებში გამოქვეყნდება, იქნება მეტად წარმოჩენილი როგორც სათავგადასავლო მიმართულება, ასევე გასტრონომია და ღვინო, კაფეოთ იქნება წარმოჩენილი დედაქალაქის უპირატესობები, განსაკუთრებით პირდაპირ ავიამიმოსვლას მიბმული ინიციატივები, როცა შეიძლება მხოლოდ დედაქალაქს ეწვევს ბრიტანელი მომხმარებელი. დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებაა. კამპანია მოიცავს British Airways-თან პარტნიორობით ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს, ასევე წამყვან ონლაინ მედია პლატფორმებზე ერთობლივი ბრენდირებული კონტენტის განთავსებას. მსგავსი ღონისძიებები, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას და ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს ამაზე, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ. წლიდან წლამდე არის მზარდი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ვიზიტები ბრიტანეთიდან და ვფიქრობ ის მიზნობრივი აუდიტორია სწორედ არის იქ, სადაც უნდა კეთდებოდეს მსგავსი პრესტიჟული მარკეტინგული კამპანიები. თითოეული ესეთი ამბის გავრცელება საერთაშორისო პრესტიჟულ პლატფორმებზე არის საქართველოსთვის საამაყო დასაფასებელი და შორეულ პერსპექტივაში ძალიან დიდი შედეგების მომტანი. ტელეგრაფი ასევე აღნიშნავს, რომ British Airways-ის პირდაპირმა ფრენებმა საქართველოში ვიზიტები განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვით მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 259,201 ვიზიტი დაფიქსირდა. ევროპასთან საქართველოს საჰაერო კავშირი კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება ავიარეისების სიხშირე, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ახალი ვიზიტორების მოსაზიდად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით საანგარიშო პერიოდში რეკორდულადაა გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს. ავიაკომპანია EasyJet-თან მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა. ინოვაციური სივრცე, რომელიც ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. ქუთაისში არსებული ტექნოლოგიური ჰაბი ვიზიტორებს მასპინძლობს, ლაბორატორიებს, ტექნოლოგიურ მუზეუმს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გაეცნენ. დეტალები სიუჟეტში. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სკოლის მოსწავლეებისთვის დღეს განსაკუთრებული სანახაობა მოეწყო. მრავალფუნქციურ სივრცეში პატარები სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ. გაეცნენ საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს და დაათვალიერეს 50 თანამედროვე ექსპონატი. ექსპოზიცია ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას აერთიანებს. ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან ბევრი საინტერესო ექსპონატია, რომელიც აუცილებელია, რომ ნახოს ნებისმიერმა მოსწავლემ, რაც საშუალებას მისცემს სხვადასხვა საგნის შესწავლისას პრაქტიკულ ნაწილში გამოიყენოს აი ეს საფუძვლები. ბავშვები აღფრთოვანებული დარჩენ აი ამ ექსპონატების ნახვის შემდეგ. ჰაბში ასევე განთავსებულია ტუმოს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს თავაზობს, რომელიც პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეო წარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს აერთიანებს. პირველად საქართველოში თუმომ სტარტი სწორედ ქუთაისში აიღო. თქვენ ახლა იმყოფებით ქუთაისის პირველ თუმოს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრში, სადაც 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შევასწავლით კრეატიულ და ტექნოლოგიურ ინდუსტრიებს.
ჰაბის ეკოსისტემას კიდევ უფრო აძლიერებს Growth Hub, რომელიც მეწარმეებსა და კომპანიებს შესთავაზებს ბიზნესის განვითარების, დაფინანსების, ბაზრის კვლევის, საერთაშორისო პარტნიორობებისა და ექსპორტის მიმართულებით პროფესიულ მხარდაჭერას. თანამედროვე ლაბორატორიების, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საგანმანათლებლო პროგრამების, სტარტაპების განვითარების სივრცეები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად გარდაიქმნება. ეს არის პირველი ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, სადაც თითოეული ექსპონატი მნიშვნელოვან ამბავს ვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ არის სამყარო მოწყობილი. ეს ქალაქი ყოველთვის იყო ცოდნის გამავრცელებელი და ბოლო პერიოდში მან კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა საერთაშორისო აეროპორტის, საერთაშორისო უნივერსიტეტის და ახლა უკვე საერთაშორისო დონის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით. ქუთაისის ტექნოლოგიური პარკი ვიზიტორებს კვირაში 6 დღე მასპინძლობს. მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებს ისეთ პროექტებში, როგორებიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრეაქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები. ეს არის სამეცნიერო ინტერაქციული მუზეუმი, სადაც ვიზიტორებს ჩვენ უკვე გასული 2-3 კვირის განმავლობაში ვიღებთ და ინტერესი არის მზარდი. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში წარმოდგენილი არის სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები, აკსელერაციის პროექტები. მესამე მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო პროექტი, ეს არის ეგრეთ წოდებული TUMO, ქუთაისის კრეატიული მეცნიერებების და კრეატიული ტექნოლოგიების შესასწავლი მიმართულება. პროექტი ტექნოლოგიურ განვითარებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას წარმოადგენს და მიზნად ქვეყნის როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას ისახავს. ეს იყო დღევანდელი დღის მთავარი სახლები, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.